მოგესალმებით, პატივისცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას არტ ისტორია და დღევანდელი ჩვენი სტუმარია ქალბატონი მარია ვახტანგიშვილი. Bonjour. გეტყვით, რომ ის არის ჩვენი ორგანიზაციის წევრი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საბერძნეთში და ახლა ჩამოვიდა საქართველოში აგრძელებს სწავლას საჯარო სკოლაში და პარალელურად სხვადასხვა საქმიანობასაც აკეთებს. მარია არის ჩვენ გაწევრიანდა ჩვენს ორგანიზაციაში და ჩვენს ცენტრში ის იღებს ფრანგულ გაფართოებას. მარიამ დაიბადა საბერძნეთში. საბერძნეთში დაიბადა მარია, იქ გაიზარდა, სწავლობდა სკოლაში. დედა მასწავლა ქართული. ერთი წელი რაც საქართველოში, ხო? რომელი ხანია? სამი თვე რაც საქართველოშია და აკეთებს ქართულს. მარია, მოგვიყევი, რატომ გადაწყვიტე, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის ადრე შენ დაიწყე უკვე ფრანგულის შესწავლა? იმიტომ რომ მოვისმენთ ლეზოში ფრანგულ ენის საუბარი და შევკითხე დედას, რა ენა იყო ეს. დედამ მომითხარა ეს იყო ფრანგული, ძალიან მომეწონა და დავაინტერესდი. მე სკოლაში მითხეს, რომ მქონდა არჩევანი, ან ფრანგული მოსწავლა, ან გერმანული. რა თქმა უნდა, მე ავიჩი ფრანგული და დაიწყე ამენის შესწავლა. როცა ჩამოვიდი საქართველოს ყოველ ზაფხულს, დედა ჩემმა რომ დაინახა, რომ მომწონდა ფრანგული, ამეყვანა მასწავლებელი და მასწავლებელთან ერთად ვცდილობდი, რომ ვისწავლო ფრანგული. მე ფრანგულს რამდენი ხანია რაც სწავლობ? 1.5 წელი. და მარია დადის აქ ფრანგულ ცენტრში და ვფიქრობ, რომ წელიწად ნახევრის განმავლობაში ის ძალიან მონდომებული იყო, რომ ასეთ დონეზე შეისწავლა უკვე ფრანგული და აგრძელებს კიდევ ჩვენთან მარია ფრანგულის შესწავლას. ხო, ყავს ფრანგი მეგობრები უკვე ისენაც უკვე კონტაქტობ ან დიახ, მყავს მეგობარი, მას ქვია მელინ ბუღუელ. ის იყო დასასვენებლად ჩამოსული საბერძნეთის კუნძულზე. ამ კუნძულს ქვია კრეტა. მეც ვიყავი დასასვენებლად იქ და გავიცანით მე და ჩემმა ცეკვის მეწყვილემ და ერთად სეირნობდით, საღამოობით, მივდიოდით და ვისვენებდით ერთად ბევრ ადგილას და გავიცანით ერთმანეთი. და როდესაც ის წავიდა საფრანგეთში, ჩვენ კონტაქტი არ დავკარგეთ და ვლაპარაკობთ ინტერნეტით. და მე შევთავაზე მას, რომ ზაფხულში ჩემთან საბერძნეთში მოსულიყო და დაისვენოს ჩემთან. ჩვენ მოვიცით რამოდენიმე არის, ხო? დიახ, მე ვიცი. ხომ არ ჩამოვიდეთ? მე ვიცი ბერძნული, ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული და იცი. ფრანგული. და გერმანული დავწერე. ესეთი გეტყვით, რომ მარია ასევე ჩვენს ორგანიზაციაში დაგეგმილ ბევრ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ახლაც დაგეგმილი გვაქვს 25 დეკემბერს და მარია უკვე შეასრულებს ფრანგულად მღერებს. ჩვენ ვუწევთ თქვენ ცეკვავთ კიდევ, ხო? დიახ, მე ვცეკვავ 9 წელია. ეხსოვები ვითხარით. 25 მედალი მაქვს, 500 და ვარ ევროპის ჩემპიონი. ცეკვავ 9 წელია და ახლა შესრულდება 10 წელი, მაგრამ იმიტომ ჩამოვიდი აქ და გადავწყვიტე რომ კონსერვატორიაში ჩავაბარო, აღარ მოვიძიებ ცეკვას და არ არსებობს ცეკვა რომელიც ცეკვია. მე არ სუპალა ცეკვას დავწევდი. ხალხიდან მოყოლებული. ქართული ცეკვა თავია. ქართული ცეკვა. ასე იყო სწორია. კიდევ რას ვეთქვათ თქვენ შესახებ, რომელ ქალაქში ცხოვრობდით საბერძნეთში? მე ცხოვრობდი სალონიკიში. საბერძნეთის დედაქალაქი ხო არის ათენი და სალონიკი ითვლება როგორც მეორე დედაქალაქი და არის როგორც ჩემი აზრით ძალიან ლამაზი ქალაქი და ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. მარია, სულ თვენახევარია, რაც ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანდა, როგორი კმაყოფილი ხარ ორგანიზაციის?
მინდა რომ ამ ორგანიზაციაში გავაგრძელო სწავლამუშაობა, მივიღო ბევრ ღონისძიებებში მონაწილეობა და მიხარია რომ ვსწავლობ კიდევ ფრანგულს და გავაგრძელებ ფრანგულის შესწავლას. ჩვენს გვეხარია ჩვენი ორგანიზაციაც ამას ემსახურება, რაც მეტი იქნება პოპულარიზაცია ფრანგული ენის უფრო უკეთესი. კიდე პროექტი რომ არსებობს და მალე მიიღებს ამ პროექტში მონაწილეობას, ეს არის ფრანგული ენის შესწავლა, ეს ხდება საერთაშორისო ქართულ-ფრანგული ასოციაცია ჟეფას ეგიდით. იქნებიან მალე ასწავლა გოგონები, რომლებიც ამ ფრანგული ენის შესწავლას დაიწყებენ, პროსოეთ დააწყებინებენ, ასევე ჩვენ ტელემაყურებლებს, ვინც უყურებს ჩვენ არს, ყოველთვის მაყოფილი იქნება ჩვენი გადაცემებით. დიახ, ესენი იქნება დამწყები პედაგოგები იქნებიან, რომლებიც შეასწავლიან ეს მოზარდების პროექტია, რომელიც მისასალმებელია და გოგოები მუშაობენ, ძალღონეს არიშურებენ და წარმატებებს გისურვებთ, მარია. სასიხარულოა, რომ ასეთი მონდომებული აქტივისტები გვყავს ჩვენ ორგანიზაციაში. მადლობა მოგზაურობისთვის და წარმატებებს გისურვებთ. კიდევ ხოლმე დავამატებთ ამის დამატება ხომ გიგავთ. გამოხატა უკვე კმაყოფილება. მოიხდება ამ დამატება უნდა ვთქვათ, აქ თბილისში სკოლაში სწავლობ, ხო? აკადემიურ სკოლაში და უკვე შევედი მაგ სკოლაში და სწავლობ, რაც უფრო კარგად შეძლია. იმიტომ რომ ქართული ენა ცოტა ძნელია ჩემთვის, მაგრამ მე ვცდილობ რომ ავიღო კარგი ნიშნები, რომ შემიძლია ჩაბარება მეკოსოტრაში. როგორ მოწონთ თბილისს? მომწონს, იმიტომ რომ მამაჩემი და დედაჩემი აქ გაიზარდნენ და ჩემი დაც აქ ცხოვრობს უკვე ბევრი წელია და ყოველ წელს აქ ჩამოვდიოდი, მიყვარს აქ. ბავშვობაში ვიყავი, ძალიან მიყვარდა და აქედან არ მინდოდა წასვლა, მაგრამ წავიდა. ეხლა აქედან მინდა წასვლა. თბილისი რა? ენატრება. ენატრება ესე იგი თქვენი ქვეყანა, მაგრამ ასე ვთქვათ სამშობლოა ეს საქართველოს თქვენი ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ესეთი თანამემამულეები ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლებიც ძალიან უყვართ საქართველოს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომ ჩვენი საქართველოს თქვენ სახელი გაეტანონ საზოგადოებად და ლამაზად გაეტანონ. ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება საქართველოს საპარლამენტში, საერთაშორისო ქართული ასოციაციის ჟეფასი, ჩვენი მარი. რომელიც ძალიან ბევრ კაი საქმეს გააკეთებს საქართველოს. უსურვოთ წარმატება და დავამშვიდობოთ ჩვენ სტუმარს. მადლობა მოგზაურობისთვის და ნახვამდის. არ უძარდებოდეთ. ნახვამდის.